მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო და კარგებო. დღეს მოდით განვიხილოთ თქვენთან ერთად თქვენს მიერ ჩაფიქრებულ პიროვნებასთან დაკავშირებით. ვნახოთ თუ როგორია მისი შემდეგი ნაბიჯები თქვენთან მიმართებაში და განვიხილოთ რაღაც ასე ვთქვათ კითხვები, რაც შეიძლება აქტუალური იყოს ამ თემისთვის. ამისთვის ჩაიფიქრეთ თქვენი სახელი და გვარი დაბადების წელი თვე და რიცხვი, ასევე ჩაიფიქრეთ თქვენი პარტნიორის სახელი და გვარი დაბადების წელი თვე და რიცხვი და მოდი განვიხილოთ თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნების შემდეგი ნაბიჯები თქვენთან მიმართებაში როგორი იქნება, ხო? აბა სანდო ჩახავდას და ჩაიფიქრეთ, სულ რამდენიმე წამი საკმარისია იმისთვის, რომ ჩაიფიქროთ ის ყველაფერი, რაც მოგითხარით და განვიხილოთ, მოდით მისი შემდეგი ნაბიჯები რა იქნება. მოდი ნახოთ. ეს ნახოთ ჯერჯერობით ვინ არის თქვენი პარტნიორი. ყველაფერი ნახოთ ანუ რეალურად. ვინ ხართ მისთვის თქვენ, ანუ რეალური როგორი დამოკიდებულება აქვს თქვენთან მიმართებაში თქვენ პარტნიორს. მოდი ვნახოთ ასევე მისი გრძნობები თქვენთან მიმართებაში. აი, ორი არკანი ამოვიდა და ალბათ გრძნობებზე უნდა რომ ალბათ კარგად გვესაუბროს თქვენთან მიმართებაში და იყოს. ორი არკანი თქვენ გრძნობებზე ვისაუბროთ. აბა მოდი ვნახოთ ასევე ფიქრები, ანუ რა ნაბიჯების გადმოდგმას აპირებს თქვენთან მიმართებაში და ფიქრობთ თუ საერთოდ ნაბიჯების გადმოდგმას უბრალოდ ეს იყოს მეოთხე არკანი იყოს რეალურად ფიქრობს თუ არა თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება ნაბიჯების გადმოდგმას თქვენკენ მეხუთე კითხვა იქნება მოდი აბა რას მოიმოქმედებს მის შემდეგი ნაბიჯები თქვენთან მიმართებაში და ასევე ვნახოთ ორი კარტით ურთიერთობის მომავალი. რა გვაქვს ფონზე, ხო? როგორც ყოველთვის არ ვივიწყებთ ფონს, რადგან ჩემთვის მნიშვნელოვანია ფონად რა გვაქვს დასტის უკან, რადგან დღევანდელობას ასახავს ფონი. დღეს თქვენ შორის, ანუ რეალურად არის ემოციების სიყვარული ერთმანეთთან მიმართებაში გაქვთ მართლაც აინახეთ. სიყვარულით ეკიდებით ერთმანეთს, გრძნობებით ეკიდებით ერთმანეთს განიხილავთ სიყვარულის ანუ ობიექტებად ხვდებით, ანუ გიყვართ მართლაც რომ გიყვართ ერთმანეთი და გრძნობები თქვენ შორისაც არის ორიენტაციების ჩვენთვის ყოველთვის არის ორიენტაციები წრფელი სიყვარული შეხედათ და სხვათა შორის მინდა გითხრათ რომ ორივე ერთის და მეორეც რეალურად ძალიან ასე ვთქვათ, მონდომებულები ხართ ამ ურთიერთობისთვის, მაქსიმალურად დებთ ყველაფერს ამ ურთიერთობაში, თქვენ მაქსიმუმს დებთ ამ ურთიერთობაში იმისთვის, რომ ასე ვთქვათ, აი ეს გრძნობა, ვნება, სიყვარული და ემოციები რაც არის თქვენ შორის, არსად არ წავიდეს და იყოს ასე ვთქვათ, მუდამ სტაბილური, როგორიც არის. თუ სტაბილური არა, უფრო და უფრო გაღრმავებისკენ, რა თქმა უნდა, მიდიხართ ამ თქვენი გრძნობების. მოდი ვნახოთ აბა როგორია თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება საერთოდ ვინ არის ხო? ხუთიან კვერთხებში როგორი პიროვნება ამოდის ხო? პიროვნება, რომელსაც ასე ვთქვათ, ბოზღუნა პიროვნება, კამათი, რომელსაც უყვარს, ასე ვთქვათ, მოусვენარი, სულ რაღაც თავის ემოციების ბუმში, როგორც იტყვიან ხოლმე, ხო, აი დაახლოებით, რო ვთქვათ, რომ აი თავისი მოსაზრება ყველაფერთან მიმართებაში შეიძლება იყოს მოჩხუბარი, ისედაც აი თითქოს მშვიდად ყოფნა ადამიანს არ შეუძლია რეალურად, ხო ხვდებით, ანუ თვითონაც გადის რეალურად შინაგანობებს, ანუ რაღაც საკითხებთან კი არა და ყველაფერთან დაკავშირებით დაახლოებით თავისი აზრი აქვს, მოსაზრება აქვს, იმ საკუთარ აზრსაც კი რაღაც ერთ წინააღმდეგება შეიძლება რეალურადაც უყვარდეს ჩხუბი, იყოს მოჩხუბარი, ფიზიკურ დონეზეც კი ან თუნდაც სპორტის სახეობა კონდეს ესეთი ხო, ანუ იყოს სპორტის რომელიმე სახეობას მისდევდეს ჩხუბი, იყოს ჭიდაობა, იყოს კარატე, იყოს რა ვიცი, აი ესეთი პიროვნება, რომელსაც ყოველთვის ასე ვთქვათ, თავისი აზრი აქვს და საკუთარი აზრის დასაცავად შეუძლია ჩვეულებრივ პოლემიკაში ისე შემოვიდეს და ჩხუბში ისე გადაეზარდოს, როგორც არაფერი, ხო? რეალურად ესეთი პიროვნება თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანი და აი როგორ არის, იცით, რომ ბუზღუნებს რო ეძახიან, სულ რო აი რაღაცნაირად რო იტყვიან ხოლმე, რომ აი ნუ ბუზღუნებ რა, შენ თავისთვის რაღაცა ჩაიბურტყუნებს, თუ თავის შინაგანომებშია, თუ რაღაც ისე არ მიდის, როგორც მას უნდა შეუძლია ჩვეულებრივად აი ესე ჩხუბი გამოიწეს, ჩხუბის თავიო რო იტყვიან, მოკლედ, მოусვენარი პიროვნება, რომელსაც არ შეუძლია მშვიდი ცხოვრება. რეალურად, ხო? ეხლა ვნახავთ, ვინ ხართ მისთვის თქვენ, როგორი დამოკიდებულება თქვენთან მიმართებაში ამ პიროვნებას.
ვიხართ მისთვის თქვენ ტუზი კვერთხები. მოდი ასე ვთქვათ, ხო, თქვენ ამ ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პიროვნება ხართ ტუზი კვერთხებიდან გამომდინარე, აი თითქოს როგორ არის თქვენ მიმართ განწყობილი, რომ აი თითქოს შესაძლოა არც კი იყოს პირველი წელი ან რო იცოდეთ ადამიანს, ну დაახლოებით ეს წლის განმავლობაში მიმდინარეობს ან ერთ წელია დაახლოებით რაც იცნობთ ერთმანეთს, ხო და ამ ერთ წლის განმავლობაში ეს პიროვნება რამდენჯერაც არ უნდა ვთქვათ შეგხვდეთ ან ამდენჯერაც არ უნდა იყოთ ერთად, ხო, რეალურად ყოველთვის ფიქრობს, აი არის ის მომენტები, რომ ფიქრობს, რომ კიდე ბოლომდე ვერ გავიცან, თქოს მისთვის ხართ რაღაც აღმოჩენა, მისთვის ხართ რაღაცნაირად მისი სიცოცხლისთვის და ცხოვრებისთვის ახალი ეტაპი, რაღაცნაირად ყოველთვის აი უნდა რომ შეგისწავლოთ, უნდათ რომ რაღაცნაირად ყოველთვის თქვენთან ერთად იყოს, მისთვის ასრული პიროვნება ხართ, აღმოჩენა ხართ, მისი შანსი ხართ ცხოვრებაში, რომელიც მას იზიდავს, რომელთანაც აქვს გრძნობები, ვნებები, საინტერესო ხართ თქვენთვის, აი მზად არის ასე ვთქვათ, რა არის ეს ცეცხლის პიკებში რომ ცულა ხუთიანი კვერთხების ტუზი, ну ეხლა ხუთიანი კვერთხებისთვის დამახასიათებელი პიროვნებისთვის თქვენ ვერანაირად ვერ იქნებით სხვა სტექის წარმომადგენელი. ცეცხლოვანი ქალი ხართ მის თვალში რეალურად, რომელიც აი მისთვის ძალიან მნიშვნელოვან პიროვნებას წარმოადგენს და თქვენთან მიმართებაში მოდი ასე ვთქვათ, ხო, რა სიტყვის რომ ვინ არის ჩემს რო კითხონ ამ ადამიანს თქვენზე, ხო, იტყვის რომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი პიროვნებაა, რომელიც ჩემს ცხოვრებაში, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. ასეთ პასუხს გასცემს რეალურად. მოდი ვნახოთ გრძნობები, ხო, თქვენთან მიმართებაში, რას გრძნობს რეალურად თქვენთან მიმართ, ხო, გითხარით. აი უყურეთ, ცხრიანი პენტაკლი. ქალი, რომელიც ცხრიან პენტაკლში ამოდის, ყოველთვის ანუ რეალურად, ხო, ჩემთვის არის ძალიან მაგარი ქალი რა რეალურად. ჯერ ხო თქვენ გიყურებთ როგორც ტუზი კვერთხების წარმომადგენელს, ქალი ტუზი კვერთხები, ხო, ასე ვთქვათ. ამისთვის აი ძალიან ძვირფასი პიროვნება, რომელთანაც გრძნობა, ნება ყველაფერი აქ ერთად გაერთიანებული და მისთვის ყოველთვის ნებისმიერ დროს, ნებისმიერი წუთის წამის შუალედში, აი ყოველთვის მნიშვნელოვანი ხართ, ხშირად რო ფიქრობს თქვენზე და ცხრიან პენტაკლებში განგიხილავთ, ხო? მის თვალში ანუ როგორი ხართ, იცით, აი ქალი, რომელმაც საკუთარი თავის ფასი იცის, ასე ვთქვათ, გრძნობები თქვენთან მიმართებაში როგორ აქ, იცით, აი ცხრიანი პენტაკლების მიხედვით იცის, რომ თქვენთან ერთად აი გრძნობები, რა თქმა უნდა, აქვს 4-იანი თასებიდან გამომდინარე, აი თითქოს თქვენ მისთვის რომ აღმოჩენა ხართ ისეთი, რომელიც მის ცხოვრებაში აუცილებლად უნდა იყოს და მნიშვნელოვანი ქალი ხართ მის ცხოვრებაში, ასე ვთქვათ, რესურსული, რომელმაც შეიძლება მისი ცხოვრება, ასე ვთქვათ, თავდაყირა დააყენოს და რეალურად დააყენეთ კიდევაც მისი ცხოვრება თავდაყირა, ასევე პლუს ამას 4-იან თასებში ის ფიქრობს და აი საერთო ჯამში არანაირად არ უნდა რომ თქვენ დაგკარგოთ, იმიტომ რომ თუ დაგკარგავთ ეს პიროვნება, ასე ფიქრობს რომ არ ვიცი დასრულდება მისთვის ის რაღაც კაი პერიოდი და ის მშვენიერი პერიოდი, ლაღი პერიოდი, რაც ახლა თქვენი გაცნობის პერიოდში თქვენთან ერთად ყოფნის პერიოდში მას აქვს, ხო? თქვენთან მიმართებაში გრძნობები მას აქვს სტაბილური ცხრიანი აი მისთვის ხართ აი როგორ არის, იცით, ყოველთვის რაღაცნაირად უფრო და უფრო ღვივდება თქვენთან მიმართებაში გრძნობები და თითქოს აი თვითონაც რომ ვერ ხვდება იმდენად მნიშვნელოვან ადგილს იკავებს მის ცხოვრებაში და ფიქრობს რომ ალბათ ამ გრძნობის გარეშე ვერასდროს ვერ იქნება აწი. ანუ უკვე თქვენ მის ცხოვრებაში არსებობთ და ვერც კი წარმოუდგენია რომ თქვენ მის ცხოვრებაში არ იყოთ. იმას რომ წარმოიდგინოთ, რომ თქვენ შეიძლება მის ცხოვრებაში არ იყოთ ძალიან ასე ვთქვათ აპათიურ მდგომარეობაში ვარდება და ამაზე სხვათა შორის ფიქრობს ხშირად ეს პიროვნება ხოლმე რომ აი თქვენ რო არ ყოფილიყავით მის ცხოვრებაში რა დაემართებოდა, ხო, ძალიან მოიწოდა მის ცხოვრება უფერული გახდებოდა 4-იან თასებიდან გამომდინარე. გრძნობები თქვენთან რა თქმა უნდა აქვს, ნებები თქვენთან აქვს ცხრიანი პენტაკლებიდან გამომდინარე, ასე ვთქვათ, სულ ყოველთვის ახლებური გრძნობა ეუფლება თქვენთან მიმართებაში. მოდი ახლა ვნახოთ თუ რა ნაბიჯებს გადმოდგავს ეს პიროვნება თქვენთან მიმართებაში, ხო? მოდი ასე ვთქვათ, ხმლების დედოფლიდან გამომდინარე, არ ვიცი რატომ, მაგრამ თითქოს ნაბიჯების გადმოდგმის თემა როცა მოდის, ხო, თქვენ აი თან ხო ასე უყართ, თან ხო მის ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი პიროვნება ხართ, აი თითქოს რაღაცნაირად ამაყობს უხარია თქვენ რომ მის ცხოვრებაში ხართ, თითქოს კი არა ასეც არის მნიშვნელოვანი ადგილი გიკავიათ მის ცხოვრებაში, მაგრამ ნახეთ თვითონ ეს ხუთიანი კვერთხებიდან გამომდინარე, თვითონ თავისი პიროვნებიდან გამომდინარე, აი წინააღმდეგო
მეგობრივი ადამიანია ხვდები თითქოს შეიძლება იცოდეს რომ აი რაღაცებში იყოს შეიძლება არასწორი მაგრამ აი რო არ იკამათოს რო არ იჩხუბოს არ შეუძლია იბუზღუნოს ასეთ მდგომარეობაშია ხოლმე და თქვენ როდესაც ანუ ხმლის დედოფლის პოზიციაში ამოდიხართ თითქოს აი როგორ არის იცით აი არ უთუმთ არაფერში ერთმანეთს თქვენ არაფერში არ უთუმთ თქვენ ხმლის დედოფლის როლში გხედავთ ან ნაბიჯების გადმოდგასთან მიმართებაში საუბრობ მე ხო როდესაც უნდა რომ თქვენთან მიმართებაში ნაბიჯი გადმოდგას და თუნდაც ახლაც უნდა რაღაცა ნაბიჯი გადმოდგას აქედან გამომდინარე წინააღმდეგობაში მოდის საკუთარ თავთან რომ აი მე რატომღაც ვფიქრობ რომ თქვენ შორის 4-იანი თასებიდან გამომდინარე გზნობებში არ ამოსულად უბრალოდ 4-იანი თასები შეხედათ 4-იანი თასებიდან გამომდინარე გზნობებში რაღაცა მოხდა ალბათ ან გაწყინეთ ან რაღაცა ასეთი იმიტომ რომ თქვენ მასთან მიმართებაში ახლა ხმლების დედოფლის როლში რო ხართ თქვენთან ნაბიჯების გადმოდგმაზე ანუ თავის თავთან დიდი წინააღმდეგობები აქვს და შინაგანი ომებია გადმოდგას თუ არა ნაბიჯები თქვენთან მიმართებაში და აქედან გამომდინარე მინდა თქვა რომ ნაბიჯები ჯერჯერობით მისი მხრიდან არ ჩანს და არ აპირებს ნაბიჯების გადმოდგმას, რადგან თქვენ გიჭრეთ ხმლების დედოფლის პოზიცია და ასე ვთქვათ ძალიან ეშინია და დამწუხრებულია იმასთან იმ საკითხთან მიმართებაში, რომ არ იცის რას დაახვედროთ თქვენ პასუხად, იმიტომ რომ რაღაცა თქვენ შორის სავარაუდოდ მოხდა, იმიტომ რომ ნახეთ წინააღმდეგობრივი მდგომარეობა დღეს საკუთარ თავთან მიმართებაში, თითქოს თქვენ შორის რაღაც კამათი მოხდა, ხო, აი თქვენც არ დაუთმეთ, იმანაც არ დაგითმოთ და თითქოს გაწყინეთ რაღაც. აქედან გამომდინარე დაღონებულია იმის და გამო რომ თქვენი ასეთი ცოტა იყოს გაციებული მდგომარეობის გამო თქვენთან ნაბიჯების გადმოდგმის ეშინია და რეალურად ახლა რო ვთქვათ რომ გადმოდგმას აპირებს ნაბიჯების რეალურად არ აპირებს. სანამ დაინახეთ ორივე პოზიცია ხმლების დედოფლის და თასების დედოფლის როლშიც ხართ თქვენ. სანამ თქვენ ისევ თასების პოზიციაში არ გადახვალთ, ანუ რბილ მგზნობიარე ემოციურ ქალის პოზიციაში არ გადახვალთ, ეს პიროვნება ჯერჯერობით თქვენთან ნაბიჯების გადმოდგმას არ აპირებს. ერთობ რაღაცა სიტუაცია თქვენ შორის სავარაუდოდ, ვისაც გაინტერესებთ ალბათ ეს სიტუაცია, რომ თქვენ შორის ალბათ რაღაც კამათი მოხდა, დაპირისპირება მოხდა, თქვენ იმას არ დაუთმეთ, იმან თქვენ არ დაგითმოთ და მოკლედ ეს პიროვნებაც ხო ესეთი არა, თითქოს მართალი ხართ კი ბატონო შეიძლება მართალი იყოთ, მაგრამ აი არ დაგითმოთ რეალურად, იმიტომ რომ ხასიათი აქვს ესე წინააღმდეგობრივი ხუთიანი კვერთხებში, როცა პიროვნება ამოდის, აი თითქოს რაც არ უნდა იყოს, როგორც მტყვანი არ უნდა იყოს, თავის ასე ვთქვათ თავს დამნაშავედ არ ეგზნობს და მაქსიმალურად ეცდება, რომ თავისი აი ესეთი წინააღმდეგობრივი მოჩხუბარი ხასიათით გადაფაროს თავისი არასწორი, ვთქვათ, საქციელების სიტყვები და ასე შემდეგ და დღევანდელობიდან გამომდინარე თავის არასწორი საქციელები და ალბათ რაღაც არასწორი რა, ანუ რაღაც კამათიდან გამომდინარე, რაღაც შეკამათება შეიძლება მოხდა, რასთან დაკავშირებით ხდება ეს შეკამათება, მოდი ვნახოთ, ხო? ხო, რაღაცა გარჩევა იყო სავარაუდოდ თქვენ შორის, აი შეიძლება მტკვან მართლის თემა იყო, სადაც რაღაცა თემას განიხილავდით, აი ვინ იყო მტკვანი, ვინ იყო მართლი სიტუაციურად, და სხვათა შორის რაღაცა მგონია რომ სულ ყვილ უბრალოდ რაღაცაზე იკამათეთ, იმიტომ რომ რაღაცნაირად ვერ მომდის ის, რომ სერიოზულ თემაზე იყოს ნაკამათები, თუნდაც რაღაც საკითხებიდან გამომდინარე, რაზეც თქვენ საუბრობდით და შესაძლებელია არც სხვადასხვაობის გამო მოგივდეთ რაღაც კამათი ამ პიროვნებამ არ გითმოთ, არც თქვენ არ დაუთმეთ და თითქოს აი რაღაც თემიდან გამომდინარე რომ ვერ მიხვედით საერთო აზრამდე, შეყევით ერთმანეთს და აწყენეთ ერთმანეთს. რეალურად ეს ყველაფერი სავარაუდოდ მოხდა ინტერნეტ სივრცით, ანუ ინტერნეტ სივრცით რეალურად თქვენ შორის დღესდღეობით დისტანცია შესაძლებელია ეს ურთიერთობა იყოს დისტანციაზე, ანუ ვარსკვლავის არკანიდან გამომდინარე რეალურად და სამყაროს არკანიდან გამომდინარე, მოდი ასე ვთქვათ, ისედაც ხო საბედის წეროა თვითონ ასე ვთქვათ, სამჯაროს არკანიდან გამომდინარეც, ეს თქვენი ურთიერთობა ისედაც საბედის წეროა და კარმული ურთიერთობა, აგინდა მაინც იქნება და მაინც თავის ასე ვთქვათ, ჩაატარებს თქვენთან და მასთან მიმართებაშიც აუცილებლად, იმიტომ რომ თითქოს საბედის წერო ურთიერთობა, რომელიც თქვენ შორის დღესდღეობით გაჩაღდა, უნდა მომხდარიყო და აუცილებელია, რადგან ორივეს თქვენს და მასაც რაღაც გაკვეთილები გაქვთ გამოსატანი ამ ურთიერთობიდან და რეალურად მოდი ასე ვთქვათ, თითქოს ეს ურთიერთობა ვარსკვლავის არკანიდან გამომდინარე არ არის პატარა დროის პერსპექტივაზე გათვლილი, ან სახანგრძლივი დროის პერსპექტივებზეა ეს ურთიერთობა გათვლილი სამომავლოდ, მაგრამ აი უბრალოდ ალბათ გაკვეთილი რა უნდა იყოს თქვენი ამ ურთიერთობიდან, თქვენ თავად უკეთ მიხვდებოდით იმ თემიდან გამომდინარე, რაც მე ვისაუბრე, თუნდაც ის რომ ამ პიროვნებისთვის საკუთარი ესეთი ვთქვათ ხასიათი ალბათ რაც დღესდღეობით აქ უნდა დათმოს რაღაც თემებიდან გამომდინარე თუ
საყვარელ ადამიანთან საქმე იჭერს საქმეს, რომელიც მისთვის ძვირფასია და მნიშვნელოვანია მის ცხოვრებისთვის, უნდა ისწავლოს ამ ადამიანმა თავისი პრინციპების დათმობა, თუნდაც ელემენტარული საკუთარი პატივისცემისა და იმ პიროვნების პატივისცემის გამო, ვინც მის გულშია და ასე ვთქვათ, მასთან უნდა რომ ურთიერთობა დიდი ხნის პერსპექტივით გააგრძელოს ხომ, თუნდაც საომავლოდ იმისთვის, რომ გამოადგეს თავისი ხასიათი ურთიერთობაში თქვენთან დიდი ხნის პერსპექტივით, რომ შვიდად და ლამაზად განვითარდეს ეს ურთიერთობა. აქედან გამომდინარე, რომ ფიქრობ ეს დღესდღეობით თქვენ დისტანციაზე ხართ, შესაძლებელია არ იყოს ეს ფიზიკური დისტანცია და მენტალური დისტანციაზე იყოს საუბარი, მაგრამ მე მაინც უფრო ფიზიკურ დისტანციაზე მომდის აქ რაღაც ვიბრაციები, რადგან თქვენ უკვე შიშები გაქვთ ერთსა და მეორეს ორივე მხარეს სხვათა შორის, აი ეს ჩხუბი რაც თქვენ შორის მოხდა და კამათი შეიძლება უყურადღებობის გამო შესაძლებელია გეწყინათ რაღაც უყურადღებობის გამო არ გამოავლინოთ თქვენთან რაღაც იმდენად დიდი ან დროულად არ გიპასუხეთ მესიჯზე ან თქვენ რომ მიწერეთ ასე ვთქვათ მან სხვა რაღაცა თქვათ манипуляცია ჩაატარა მანევრი სოციალში და თქვენ ასე ვთქვათ გადაგწიათ მეორე ადგილას ხო ხდები და ეს გეწყინეთ და აქედან გამომდინარე თქვენ მას როდესაც ხმლის დედოფლის პოზიციაში დახვდით მოხდა თქვენ შორის ჩხუბი აქედან გამომდინარე თქვენს და მასაც უკვე რაღაცნაირად შიშები გაქვთ ცხრიანი ხმლებიდან და ოთხიან თვითონ ოთხიან თასებშია და თქვენ ცხრიანი ხმლებიდან გამომდინარე შიშებში ხართ იქ იმასთან დაკავშირებით თუ როგორ ასე ვთქვათ პოზიციას დაიჭერს ეს თქვენი როგორ განვითარდება ეს თქვენი ურთიერთობა აი დღევანდელი ასე ვთქვათ არასასიამოვნო და დაძაბული სიტუაციიდან გამომდინარე თუმცა რეალურად თვითონ ნაბიჯის გადმოდგმას იქამდე არ აპირებს სანამდე თქვენ ისევ თასების დედოფლის პოზიციაში არ დაბრუნდებით ანუ ისევ არ მოირგებთ ემოციურ ნაზის საყვარელი ქალის დამთმობი ქალის როლს რომელიც მას მოусმენს და სიყვარული და სიხარულით მიიღებს და რაღაცნაირად არ შეეშინდება იმ ნაბიჯის გადმოდგმის რომ თქვენ მას ასე არ დაემშვიდობოთ, კარგად იყავი და ასე შემდეგ არ უთხრათ რა, მაგის ეშინია. აქედან გამომდინარე ჯერჯერობით სანამ თქვენ ხმლების დედოფლის პოზიციაში ხართ, ის თქვენთან მიმართებაში ნაბიჯების გადმოდგმას არ აპირებთ, თუმცა რეალურად ის იცოდეთ, რომ ძალიან კარგად იცით ორივე თქვენს და მანაცო თქვენს ორ შორის მიმდინარეობს ერთმანეთზე დაკვირვება, ასე თქვა თვალთვალი, სოციალებიდან გამომდინარე და კარგად უთვალთვალებთ ერთმანეთს. ჯერჯერობით როგორც მე აქ ვხედავ ინტერნეტ სივრციდან გამომდინარე, რადგან სხვა საშუალება არ გაქვთ ამ მოქმედებების განხორციელების. მოდი ახლა ვნახოთ რას მოიმოქმედებს რეალურად პიროვნება, როდესაც გადაწყვეტს, რომ გადადგეს თქვენთან მიმართებაში ნაბიჯები, რა იქნება მისი ურთიერთობაში მისი ნაბიჯები. აი ხო ხედავთ რეალურად პაჟი არის თასების. პაჟი თასების ასე ვთქვათ ისევ ასე ვთქვათ რა თქმა უნდა მოქმედება იქნება რეალურად. შეხედოთ აი ზუსტად ეს უნდა მეთქვა. რა თქმა უნდა მოქმედება იქნება სულ აი თავისთან გამომდინარე ეს სიტუაცია თითქოს არც ყოფილა ისეთ ვარიანტს დაიჭერს თითქოს აი არც არაფერი არ მოხდა თქვენ შორის. აი ისე მოგწერთ იმდენ ისე შეგეხმიანებათ ესეთი ვთქვათ ბავშვური იმით რა ქვია ემოციით და აი მოგიკითხოთ თითქოს არც არაფერი არ მოხდა თქვენ შორის და ეს ფაქტი რომ ეს კამათი და ეს თქვენი გაბრაზება და წენები არც ყოფილა ეს ძალიან კაი საშუალება აქვს კაცებს ხოთა შორის კაი მანევრი იციან ამ მხრივ რომ თითქოს არაფერი მოხდა და ისე მოგწერენ ხოლმე და ისე შეგეხმიანებენ გნახავენ თითქოს აი არც არაფერი მოხდა და როგორ ხარ საყვარელო ხო რაღაცა ასეც აპირებს ეს პიროვნება რომ თქვენი ურთიერთობა ისე რაღაც განეიტრალოს და ისე სიცივ და სითბოში დააბრუნოს და თქვენი გულით ასე ვთქვათ ხმლების დედოფლის მდგომარეობიდან გადაიტანოს ასეთად გადაიყვანოს თასების დედოფლის პოზიციაში. რა თქმა უნდა ნაბიჯებს ეს ადამიანი გადმოდგავს, იმიტომ რომ თქვენთან მიმართებაში ამ ადამიანს 10 პენტაკლები ხო რა გათვლები აქვს სამომავლოდ აი დიდი ხნის პერსპექტივაზე მაქვს საუბარი ხო ურთიერთობის. 10 პენტაკლებში ხედავს თქვენ ურთიერთობას, ანუ სამომავლოდ ხედავთ თავის გვერდით ოფიციალურად აი ოჯახის ასე ვთქვათ სტატუსში და მისთვის სასურველი ხართ როგორც სტაბილური ადამიანი მის ცხოვრებაში მის გვერდით ყოფი ქალბატონი რომელიც ასე ვთქვათ აჩუქებს მას სამყაროს აჩუქებს მას შვილებს და ასე ვთქვათ ეკნებათ ოჯახი მშვენიერი ლამაზი ოჯახი რომელიც მას უნდა დიდი ხნით კი არა სამუდამოდ ეს ისედაც კარმული ურთიერთობა გინდათ არ გინდათ ესეთი მდგომარეობა მაინც იქნება ურთიერთობაში და ის ნაბიჯებს აუცილებლად გადმოდგავს იმიტომ რომ რამდენჯერაც არ უნდა თქვენ აი ვთქვათ იჩხუბოთ დაიშალოთ ყოველთვის მაინც ეს პიროვნება დათმობს მაინც თვითონ დათმობს პოზიციებს და ისე თვითონ თქვენი გულის ასე ვთქვათ მოსაგებად და შემოსატრიალებად ყოველთვის ახლებურად
გადმოგიდგავთ ბავშვურად ნაბიჯებს, იცის რომ თქვენ ამას ვერ გაუძლებთ, ყოველთვის შეხუმრებით შემოვა თქვენთან ასეთ მდგომარეობაში, ურთიერთობაში, საუბარში და თქვენ გულს ყოველთვის ასე მოიგებს, ხო? შეუძლია ამ პიროვნებას ეს რაღაცებს გაკეთება, ხო? რა მომავალი ელოდება თქვენს ურთიერთობას? დღესდღეობით ხო გითხარით ხო რვიანი თასების მდგომარეობა და მზის არკანიდან გამომდინარე რვიანი თასები ზოგადად ჩემთვის არის ასე თქვა წასვლა დაბრუნების პერსპექტივით ხო ანუ ჩემთვის ყოველთვის რვიანი თასები გინდათ პრაქტიკაში ვლინდება როგორ რვიანი თასებიდან გამომდინარე როდესაც ხდება წასვლა ურთიერთობიდან გასვლა არ არის ჩემთვის აქ უფრო გეტყვით რა ხდება სტაგნო დავამატებ ერთ კაცს იმიტომ რომ მომალი მაინტერესებდა და მაინც დავამატე მაინც დაბრუნდება თვითონვე გადმოდგავს არ წასული არ არის უბრალოდ გასულია სიტუაცია და რომ აი თითქოს გელოდებათ როდის დაჩვიდები დაწყებებით აი რო იტყვიან ხო როდის ამ გაცხარებული მდგომარეობიდან ამ ცოტა სიმშვიდეში არ წამოხვალთ ან გელოდებათ და როგორც კი ეს მდგომარეობა თქვენთან ასე ვთქვათ სიმშვიდე დაისადგურებს აუცილებლად აპირებს დაბრუნებას და რვიანი თასები ყოველთვის არის წასვლა დაბრუნების პერსპექტივით და ყოველთვის ჩემთვის ასია და ახდენილა კიდევაც აუცილებლად შემოვა თქვენთან ისევ კონტაქტზე გამოვა იმიტომ რომ პიროვნება გარდა იმისა, რომ რვიანი თასებიდან გამომდინარე გასულია, აი ამ მომენტში თქვენიდან ხო და კონტაქტზე არ გამოდის, ის მაინც ვერ ითმის, თითქოს აი ბავშვური რაღაც ბავშვური ხასიათი რაღაც თავისი არაწყნარებს ვერ ინელებს იმას, რომ თქვენთან არ აქვს კონტაქტი ხო რაღაცნაირი და ფიქრობს როგორ გადმოგიდგათ ნაბიჯები რეალურად ხო, მაგრამ ცოტა ხანი სანდი 4-იანი თასების პოზიციაშია ეს პიროვნება და თქვენი ხმლების დედოფლის პოზიციაში ხედავთ ეს გაცდით სანამ არ დამშვიდდებით რომ ისევ გადმოგიდგათ ნაბიჯები შემდეგ იმისთვის რომ ურთიერთობა ისევ დაასტაბილუროს და თუნდაც იმისთვის რომ მზის არკანიდან გამომდინარე აი თქვენ მისთვის ხართ მზე რეალურად ხვდებით რომელშიც ის ხედავს ანუ ოჯახს ანუ თავისთვის უნდიხართ ამ პიროვნებას და უნდა რომ სტაბილურად იყოს თქვენ თავმართებაში და ურთიერთობის მომავალი რა არის თქვენ როგორ ფიქრობთ ან დაბრუნდება აუცილებლად ეს პიროვნება იმისთვის რომ თვითონ ვეღარ წარმოუდგენია თავის თქვენ გარეშე ვერ წარმოუდგენია და აქედან გამომდინარე რა ელოდება თქვენს ურთიერთობის მომავალში 4-იანი კვერთხები რა არის 10-იანი პენტაკლი ამოვიდა 4-იანი კვერთხი ამოვიდა ხო ისევ და ისევ განმეორდება ამ ეს ურთიერთობა არის აბედისწერო არის კარმული გინდათ არ გინდათ მაინც მოხდება რაც არ უნდა დაიშალოთ მაინც შეერთდებით და ესე არის საჭირო თითქოს რეალურად იმიტომ რომ რაც მოსახდენია მოხდება 4-იანი კვერთხებიდან გამომდინარე თქვენ რეალურად ურთიერთობაში მომავალში გელოდებათ ერთიანობა საერთო ასე ვთქვათ ოჯახური ერა და საერთო თანაცხოვრება და არც თუ ისე პატარა დროის პერსპექტივით იმიტომ რომ თითქოს საერთო ჯამში დიდი ხნის პერსპექტივით უნდა იყოს ეს ურთიერთობა თუმცა კარმული რადგან არის ამ ურთიერთობიდან თქვენს და თქვენმა პარტნიორებმაც უნდა გამოიტანოთ რაღაც გაკვეთილები თუნდაც თქვენი ხასიათებთან მიმართებაში თუნდაც გაიაზროთ ასე ვთქვათ სერიოზულად გაიაზროთ რა არის ერთმანეთზე პასუხისმგებლობის აღება რა არის როდესაც ერთმანეთთან მიმართებაში აპირებთ რაღაც სამომავლო გეგმების განხორციელებას და ასე როგორც ახლა თქვენ დღეს იქცევით ერთი მხარეს და მეორე მხარეს ასე ვერ გამოვა იმიტომ რომ ურთიერთობა რომელიც ასე ვთქვათ საბედისწეროა და ერთმანეთთან უნდა დააკავშიროთ და სერიოზული ურთიერთობა უნდა წარმოიქმნას აქედან საჭირო ძალიან დიდ მოფრთხილებას, გაფრთხილებას, ერთმანეთის ზრუნვას და ერთმანეთის გათვალისწინებას და არა ის რომ ერთმანეთს ეტაკოთ, დახოცოთ ერთმანეთი თქვენი აზრების გასატანად და თქვენი ასე ვთქვათ მეს პირველად დასაყენებლად. ურთიერთობაში მე აღარ არსებობს მხოლოდ ჩვენი ურთიერთგაგება, ურთიერთდათმობა, ერთმანეთისთვის ასე ვთქვით, ერთმანეთის გაგება და რაღაც მომენტებში რაღაც თემებიდან გამომდინარე თუნდაც უაზრო თემებიდან გამომდინარე პოზიციის დათმობა, როდესაც იცით რომ ეს შეიძლება გადაიზარდოს ძალიან სერიოზულ ასე ვთქვათ წყენებში და გულის წყენებში. სულ ეს ყურის თქმაც მე სურდა დღესდღეობით ამ ურთიერთობასთან დაკავშირებით და მის შემდეგ თქვენთან მიმართებაში მის ნაბიჯებთან დაკავშირებით და ფიქრობ რომ ძალიან მშვენიერი გაშლა გამოვიდა მიზეზებით ასე თუ ისე გამოჩნდა ხო რის გამო ხარ დღეს ასე ვთქვათ ცუდ არ ვიტყოდი ასე ვთქვათ გაბუტულ მდგომარეობაში და ვისაც გაინტერესებდათ ის სიტუაცია ანუ დაბრუნდება თუ არა პიროვნება აუცილებლად დაბრუნდება გადმოგავს ნაბიჯებს მაგრამ როდესაც თქვენ გადახვალთ ცივი ენერგიებიდან ცოტა თბილ ენერგიებში იმიტომ რომ ეს პიროვნება გადაინოთ თვალყურზე ძალიან კარგად იცის რა მდგომარეობაში ხართ გაბრაზებული ხართ თუ რა მდგომარეობაში გაქვთ თქვენ ნერვები და სანამ თქვენ ამ ნერვებს არ დაიმშვიდებთ და ცოტა სითბოში არ გადახვალთ თუნდაც ეს პიროვნება ნაბიჯებს არ გადმოდგავს როგორც კი დამშვიდდები და ცოტა ასე ვთქვათ მისცემთ მას ნამიოქს იმაზე რომ თუნდაც არ
უხეშად სიტყვის ისე ვთქვა, არ გაუშვებთ თავი თქვენი ცხოვრებიდან, აუცილებლად გადადგებს ნაბიჯებთან ისე შეხუმრებლად, თითქოს არც არაფერი არ ყოფილა, მაგრამ ის რომ ეს თემა განიხილოთ ჩემთვის, აი ახლა მე თუ მკითხოთ, აი რაღაც უაზრო თემასთან დაკავშირებით, რაზეც თქვენ იკამათეთ ხომ, მე თუ მკითხოთ, საერთოდ გასახსენებლადაც არ ღირს რეალურად. ასე რომ მიფიქრეთ, ჯობს ვიფიქროთ იმაზე, თუ რა იქნება მომავალში, როგორ აიწყობა თქვენი ურთიერთობა და რა უნდა გააკეთოთ და რა უნდა დათმოთ ან რა უნდა გაიღოთ იმისთვის, ეს ურთიერთობა იყოს სტაბილური და ასე ვთქვათ, მთელ ცხოვრებაზე, ასე ვთქვათ, მორგებული თუ მთელ ცხოვრებაზე არა. მე გვერდმაქნას გისურვებთ დიდი ხნით რომ იყოს ეს ურთიერთობა მთელი ცხოვრების განმავლობაში და ასე ვთქვათ, სამუდამოდ ერთად იყოთ, მაგრამ ასე ვთქვათ, სტაბილურად რომ იყოს დიდი ხნის მანძილზე, დიდი ხნის პერსპექტივებით, ასე ვთქვათ რა. დაგემშვიდობებით შემოკარგება და ძვირფასება, გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს, გულის სიმშვიდეს, სულის სიმშვიდეს, სტაბილურობას ცხოვრებაში, სტაბილურობას პირადში, სტაბილურობას ასე ვთქვათ, ფინანსებში, კარიერაში და რა ვიცი, ყოველივე კარგს გისურვებთ. ყველაფერი რაც კარგია თქვენთვის მემეტება. დაგემშვიდობებით, კარგად ვწანდებოდეთ.